გავაცნო ჩვენ ერთგულ მაყურებელს. რა გვაქვს მაღაზიაში, ხო? მეგობრებო, თან მინდა რომ გაგაცნოთ ჩემი მეგობარი რიგითი მაყურებელი იყო ჩვენი არხის, მაგრამ ეხლა არის ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენი მეგობარი ლევანი არის ძალიან მაგარი მზარეული და მე და ლევანს გვაქვს ერთი ესეთი კარგი იდეა, რომ ველურ პირობებში როგორ შეიძლება მოვამზადოთ ლოსის ხორცი ისე რომ იყოს განსხვავებული, ხო? იყოს რესტორნის დონის. რესტორნის დონის რომ იყოს. მე უნდა დავადეგუსტიკოვე. აუცილებლად ბატონო. მოკლედ ამ ყველაფერს ძალიან მალე ნახავთ, ეხლა კი რეკლამის დროა. ჩვენი არხის მხარდამჭერები. ეს მონადირეების არხია. მე მარლენი ვარ. ამ არხის ავტორი და წამყვანი. ვნადირობ, სადაც დაშვებულია ყველგან და ყველაფერზე, კანონის ფარგლებში. ვეძებ, ვეცნობი და ვიღებ თქვენთვის საინტერესო, გამორჩეული ისტორიების და უნარჩვევების მქონე ხალხს. ეს არხი მონადირეებისა Adventures Live Geo. მეგობრებო, მოგესალმებით პატივისცემით ყველას. რუსთავის ფილიალიდან მეთქი კინაღამთქვი. ამ ჯერზე ვიმყოფებით თბილისში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ მაღაზიაში, რომელიც კალიფს ეკუთვნის. ლეხ კაჩინსკის 20 ნომერი, იგივე შავი ზღვის 20 ნომერი, ხო? იგივე გამოდის. ხო, მაგრამ Google-ზე ძალიან ადვილად ისერჩება ლეხ კაჩინსკის 20 ნომერი. ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი მაღაზია, ძალიან დიდი ასორტიმენტით, ძალიან კარგი მომსახურე პერსონალით და ძალიან კარგი სიტუაციით, მოკლედ ძალიან ლამაზია კავერობა მე ძალიან მომწონს. ტოპები შევამჩნიე, რომ გვაქვს საკმაოდ ძვირიანებიც, ასევე გვაქვს ძალიან ბიუჯეტურებიც, ასე რომ ვისაც რის საშუალება გაქვთ, შეგიძლიათ გვეწვიოთ, გავუახარებთ ძალიან მაგრად. დღეს კი განვიხილავთ გარდა ტოპებისა, გვაქვს ძალიან დიდი ასორტიმენტი იარაღის მოგლის საშუალებები, ასევე ტანსაცმელი, მოკლე იარაღი, პისტოლეტები, რევოლვერები, თავდაცვის საშუალებები, ზურგჩანთები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ სრულფასოვანი მაღაზია. გვეწვიეთ, ნახეთ, დაგვათვალიერეთ, გავუახარებთ ძალიან. გავუახარებთ ძალიან. კარგი, ჩემო ირაკლი, დღეს რა იარაღი გვინდა რომ შევთავაზოთ და რატო გვინდა საერთოდ რომ შევთავაზოთ ეს იარაღი? რითია გამორჩეული? გამორჩეულია პირველ რიგში უკვე დავაანონსეთ ამ იარაღის ამბავი და ვიცით რომ იტალიური იარაღს გამიხილავთ. იტალიელებთან ძალიან მჭიდრო კავშირი გვაქვს იარაღის თემაში. ძალიან ბევრი იტალიური ბრენდი შემოდის დღესდღეობით საქართველოში და ძალიან პოპულარულია ეს იარაღები, ძალიან ბევრისთვის საყვარელია. გამომდინარე იქიდან რომ ამ ქვეყნის იარაღები გამოირჩევა თავისი მაღალი კლასით, გამოირჩევა თავისი საიმედოობით და ეს ფირმებიც, რომლებიც ჩვენთან არის წარმოდგენილი, მსოფლიოში ცნობილი ფირმებია და ჩვენ იმედიანად ვართ, რომ ამ ფირმის იარაღს ვაანონსებთ ხოლმე, იმიტომ რომ ვიცით რომ ხარისხი მოწოდების სიმაღლეზეა. დღეს განვიხილავთ უკვე ახალია ეს იარაღი, ეს ფირმა ჩვენთან მაღაზიაში არის ფაუსტი. ფაუსტი არის სუფთა იტალიური შინაარსის და სისხლის, ასე ვთქვათ, სუფთა სისხლის იტალიელები არიან ეს. ეს ფირმა იქ დაარსებულია. ძალიან დიდი ხნის ახლა წელს უბრალოდ ვერ გეტყვით, რო არ მოვატყუოთ, მაგრამ დიდი ხანია აწარმოებს სპორტულ და სანადირო იარაღს ეს ფირმა. ცნობილი ფირმა, იტალიაში ძალიან კარგად იცნობენ, იტალიაში კი არა, ევროპაში ძალიან კარგად იცნობენ და ჩვენ დღეს გვხვდა წილად ბედნიერება, რომ ქართველ მომხმარებელსაც წარმოუდგინოთ ამ ფირმის სანადირო თოფები. ეს ახლა სანადიროა თუ სპორტული თოფია? ეს სანადირო თოფებია. და ის საღვედერო არ აქვს? ხო, საღვედეები არ აქვს, იმიტომ რომ ზოგადად მაღალი კლასის თოფებზე ერიდებიან ხოლმე საღვედეების აკეთებას, კი ბატონო, ეგრეა. მიღებული წესია ასეთი რა, აღარ ხრტავენ კონდახს, აღარ მირჩილავენ უკაცრავად. არ მირჩილავენ ხოლმე საღვედეს და შემდეგ შეიძლება გაკეთება, სპეციალური მუხტით მაგრდება აქ. გასაგები არის. მე კიდე სულ მეგონა რომ მეთქი ალბათ სპორტულ თოფებსაა რომ არ უკეთებენ თქო რა. გეტყვი პატივცემულო მაღაზიას გაგცემ პასუხს. ზოგადად მაღალი კლასის თოფებზე საღვედები არ კეთდება ტრადიციულად, იმიტომ რომ როგორც ვიცით ინგლისური და უცხო ესეთი მაღალი დონის სანადირო თოფები კეთდებოდა ხოლმე წყვილად, დუბლში. ასე ვთქვათ, გარნიტური იყო ერთ ყუთში, იდებოდა ორი თოფი, ეს ტრადიცია მოდის ძალიან შორი ფესვები აქვს. ინგლისელი ლორდები ნადირობის დროს, როცა არ იყო უნიტარული ვაზნები და წინ დაინტენებოდა თოფები, ნადირობის დროს მიდიოდნენ მსახურით, იდგა ეს შენი ლორდი, ასე ვთქვათ,
მსახური უტეინდა თოფს მიაწვდი და ესროდა სანამ ამას ესროდა მეორე თოფი იტენებოდა. ანუ ეს ორი თოფი უნდა ყოფილიყო იდენტურად ძალიან მსგავსი წონით, სროლის ბალისტიკით, ყველაფრით უნდა ყოფილიყო იდენტური. ეს ტრადიცია განვითარდა მე მიუხედავად იმისა, რომ უნიტარული ვაზნა შეიქმნა და აღარ იყო საჭიროება ლულიდან დაეტენათ. ლულიდან დაეტენათ თოფი და გადახსნა და ჩაალაგებდა გაიცი, მაგრამ ის ტრადიცია, აი ეს ორი მომსახურე პერსონალით მაინც დარჩა ტრადიციად და უკვე მომხმარებელი ისე ხდებოდა თოფის დატენა, ოღონდ უკვე წინიდან არა გადახსინდა, ჩაალაგდა ვაზნებს მიაწოდებდა. მეორე თოფს გამოვართმევს ასე და შემდეგ და ამას ამ შემთხვევაში არის ამ თანამედროვეებასთან? ხო და ღვედები იმიტომ არ ჭირდებოდა თქო მაგის თქმა მინდა. არ ჭირდება ანუ. თვითონ არავინ არ ატარებდა ეს, არ ატარებენ ესენი ამ იარაღს. აბი აქ ჩემოდნით დადებს, გადახსნის მოურეკავენ, ხოხობი იქნება, ფრინველი კაკაბი იქნება რა იქნება. ისა სხვადასხვა ფასიც ისეთი აქვს რა, რომ ერთი მომსახურე პერსონალი ალბათ დახატავდა ზე. უნდა მოყვებოდეს კიდევაც მე თუ მკითხავ. მოდი პირდაპირ ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს იარაღი არ არის იაფასიანი იარაღი. რა თქმა უნდა. მისი შესრულებიდან გამომდინარე თქვენ ახლა ხედავთ რამდენად მაღალ ხარისხიანად არის შესრულებული ნებისმიერი ადგილი, რომელზეც თვალი მიგიწვდებათ რა. გარდა მაღალი ხარისხის პატივცემულო აქ ნახმარია ძვირფასი მასალაც. დაწყებული კაკლის ფესვის კონდახიდან დამთავრებული სალულე ფოლადით და თვითონ დაფერვაც და ოქროთი მოზარნიშება, ანუ ოქროთი შემკობა იარაღისა. ეს 24 კარატიანი ოქროა, მართალია შეიძლება კილოობით ოქროები არ ქონდეს ზედ, მაგრამ მორთულობა ფერადი დაფარვითაა, ფარშტაფები ეს სრული საკეთი არ საიდლოკი არა, ბოქსლოკია, მაგრამ ფარშტაფებია სილამაზისთვის გაკეთებული, დაფერვა ფერადი მოვარაყებითაა და ამ ფერად ლურჯ მოვარაყებაზე ოქროსფერი ხოხბები ძალიან ბიდრულად და ლამაზად გამოიყურება, უკანა ფონიც, ტყის ფონი ჩანს უკან და ღრუბლები და ხატრული ნამუშევარია. ეს თოფი რო გიკავია ადამიანს ხელში, ხო, ხოხობს წესით მორეკვით უნდა ელოდებოდე რა, რომ არ დაიკაცროს მე თუ მკითხავ. და სანამ ეს ხოხობს მანამდე შეგეხვეწება მანახე ერთი მესვრი ციკლო და მე მესროლე. მართლა კარგი თოფია, იდეალურად დაბალანსებულია. თანამედროვე ძველი თოფებიდან განსხვავებით, ამკაც არის რა თქმა უნდა სხვაობა, იმიტომ რომ აქ უკვე აღჭურვილი გვაქვს სელექტორი, ერთი სასხლეტი. შენ იმიტომ გამახვილე ყურადღება სპორტული ხო არ არის ერთ სასხლეტზე, მაგრამ ტენდენცია წამოვიდა ესეთი რომ ხლა ხშირად ერთ სასხლეტიან მექანიზმებს ამზადებენ. გამორჩეული საიმედოობით გამოირჩევის იტალიური ერთ სასხლეტიანი მექანიზმის ელექტორით. უფრო უნივერსალურია, თუმცა ცოტა გამხელელი ჯობია და სანადირო თვეში მეორე სასხლე იმერჩევნია ერთ სასხლეს. ეს ჩემი პირადი. შენი პირადი ამბავი არის, რა თქმა უნდა. კონდახსაც შეეხება მაღალი კლასის. კონდახია, შეამჩნევად დამბაჩისებური ძველი ტრადიციისა. ნახ, დამბაჩისებური კონდახი აქვს, განსხვავებით აი ამ მოდელისგან. ხო, აი ამ მოდელისგან შეხედეთ, ეს უკვე ეს ის ტრადიციული ფორმა, რომელსაც ჩვენ ახლა თანამედროვეობაში უკვე მიჩვეულები ვართ. კი, მაგრამ ეს ძველ მე თუ მკითხავ ხდება კიდევაც გერმანულ თოფებს უნდა თქო ესეთი მომრგვალებული. ხო, საინტერესო გადაწყვეტა. ძალიან ლამაზია, კი. კი ბატონო. როგორც აღვნიშნეთ, არის სელექტორზე. ბოდიში რა, სანამ გააგრძელებ მე მეჩქარება ძალიან მაგრად მაყურებას გამაცნო ამ იარაღების ფასი, იმიტომ რომ მოდი პირდაპირ თქვა, მოდელი გვაქვს, მოდი მე ჩავიხედავ შპარგალკაში. კი ბატონო, კი ბატონო. Fauti Classic SLX არის ეს მოდელი, კონკრეტულად ფერადი მოვარაყებით და ოქროთი, მოვარაყებით და ოქროთი შემკული, 71 სანტიმეტრიანი ლულით, ლულების გავრღულობა 18 და 3 და სავაზნი არის 76 სანტიმეტრიანი, ანუ მაგნუმია და ფასი არის 16000 ლარი. სულ რაღაც 16000 ლარი, იმიტომ გითხრა ერთი კაციც უნდა მოყვებოდეს თქო რა, გადაგიტენოს, მოგაწოდოს თქო. მეორე იარაღი ახალი კლასია მოკლედ რა. მოდი თქვათ ბარემ იდეალურია სასაჩუქრეთ, საჩუქარი თუ გინდა გავუკეთოთ. ახალი წლები მოდის. ძალიან მაგარი ახალი წლები მოდის. და ასე თქვათ რავი, სახში ფულის დაბანდება ერთ სიტყვით რა ვარ. კი. თანამედროვეობაში ხალხმა ნამდვილად ესე არის, დღევანდელ დღეს იარაღში ჩადებული ფული, მომავალში ხო, კარგი იარაღში ჩადებული ფული, სამომავლოდ ინვესტიცია რო არის, მე მიხვდებით ამას რა. თუ მოულით და მიხედავთ. ხო, რა თქმა უნდა. ლულები აღჭურვილი არის ცვლადი ჯოკური შევეწრებებით და თობს მოყვება კეისი. ძალიან კარგი. მეორე თოფს რა აქვს ფასი და რატოა ასეთი დაბალი ფასის ეს იარაღი? აი ხო, ლულის სიგრძე 71 სანტიმეტრია მეგობრებო. მაგის ხო? კი, იმ შემთხვევაში. მოდი ახლა ამ შემთხვევაში
ეს უკვე კლასიკური ბოქსლოკია. ეს ოქროთი შემკულია, მინიმალურად არის ოქროთი შემკული, ნახატები და გრავირება მანქანური აქვს ამას. და ხოხბები და ფრინველები არ ახატია. ისიც ელექტროზე ხო აქ დაგვიწყდა თქვათ რომ სასხლეტი რეგულირებადია. ვა, მართლა? ანუ მისი მე გადავიყოთ აი ყური აქ დააკვირდი აი პატარა წვრილი. რეგულირებადი რას ნიშნავს? აი ხა მე მაგალითად დაწოლის ძალას ვარეგულირებ. აი ეგ მაინტერესებდა და რატო? რა იმიტომ რომ ჩემს საკო S20-ზე მაგალითად ხო უწერია რომ რეგულირებადია, ნამდვილად დაარეგულირებ, მაგრამ რას არეგულირებ ხალხმა? წინ თუ უკან გავიდეს სასხლეტი. მეტი სხვა არაფერი. სირბილე არ რეგულირდება. ამ შემთხვევაში მე შენ გაგიხვალეთ საიდუმლოს მაღაზიას რეგულირდება მართლა? სინკური ოღონ ერთი ნიუანსი როცა თვალისწინებელია. აბა რა ნიუანსი? ტრიგერი უნდა შეცვალო. ეხა თუ ტრიგერი შევცვალე და თუ ირაკლის დაურეკე და ხომე რომ მომეხმარე თქო რა არ გამოვიდა. არა, ეგ უბრალოდ რეგულირდება ესა ზომა მანძილი სასხლეტიდან ხო კონდუქტორში ამ შემთხვევაში სასხლეტი არის იგივე პოზიციაზე არ იცვლება, უბრალოდ დაწოლის ძალა რეგულირდება იმ პატარა ჭანჭაკით. ხო, დაწოლის ძალა გაცილებით უფრო საინტერესოა ჩემი აზრით, ვიდრე იმ ტრიგერის აკეთიქით წასვლა რა. ორივე მოდელს კალაპოტი აქვს ფოლადის, არანაირი სუბოქის შენადნობი. ორივე მოდელი არის ბოქსლოკი, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა განსხვავებული ფარშტაფა აქვს წინა მოდელს. ორივე მოდელი არის გაბურგულობა არის ორივე მოდელის შვილებისა 18 და 3 მე სტანდარტია, იტალიური სტანდარტია. ეს 9000 ლარი ღირს ეს მოდელი, უჟანგავი კალაპოტი აქვს და აღჭურვილი არის ეჯექტორული სისტემით. ორივე და ასევე მობილ ჩოკისა, ჩოკური შევიწრო ეცვლება. მოყვება ჩოკებიც. ეს არხი მონადირეებისაა. Adventures Live Geo. ჩოკურ შევიწროებებზე იძახდი, ამას აქვს ჩოკური შევიწროებები, ხო? რატო არის მნიშვნელოვანი ვიცოდეთ რამხელაა გაბურღულობა? შენ წეგან იძახდი, რომ გაბურღულობა არისო 18 და 3-ო. რას აძლევს ამ ინფორმაციის ცოდნა იარაღის მომხმარებლებს? ეგ ინფორმაცია ჩემომარლენ არის პირობითი გამომდინარე იქიდან, რომ ლულის ჩოკური შევიწროება როგორც ვიცი ერთი სრული ჩოკი არის 1 მმ შევიწროება. გამომდინარე იქიდან, რომ რა გაბურღულობა აქვს ლულას ითვლება იქიდან ჩოკურში, ანუ 18 და 3 თუა გასავალში იქნება სრული ჩოკი 17 და 3. 1 მმ მოაკლდება, ხვდები? აი ეგ არის საინტერესო ზუსტად. და იმიტომ ვიძახი ხოლმე ყოველთვის, რომ თოფი ყველა გლულულიან თოფს უნდა მოარგოთ ვაზნა, ანუ ინდივიდუალურია ყველა თოფისთვის. ანუ ყველა ვაზნა, კალიბრი კი ერთ და იგივეა, მაგრამ ზოგ ვაზნა, ზოგი მწარმოებლის ვაზნას გაისვრის ცუდად, ზოგი მწარმოებლის ვაზნას გაისვრის ცუდად. ისა კარგად. ამ შემთხვევაში კალიბრი რაც გვაქვს მოცემული 12-76 ნიშნავს, რომ 12 კალიბრის ტოპია, 76 გამორა აქვს სავაზნის. ანუ მწარმოებელი წარმოება, რომ ირწმუნება, რომ იდეალური შედეგისთვის უნდა ვიხმაროთ 76 სანტიმეტრიანი ვაზნები, ანუ მაგნუმის ვაზნები. თუმცა 70 მმ-იან ვაზნებსაც იდეალურად მოირგებს. გასაგებია. უბრალოდ მეტი სიგრძის ვაზნა არ უნდა ვიხმაროთ. ანუ სუპერმაგნუმები არ უნდა ჩავალაგოთ ამ თომში. მაგნუმები და ქვევით, მაგნუმის ქვევით სტანდარტული ვაზნებს გაისვრის ორივეს. თუმცა უკეთესი შედეგი იქნება თუ ვიხმართ 76 სანტიმეტრიან ვაზნას. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი ამ ინფორმაციისთვის. მოკლედ მეგობრებო, თქვენ ახლა იცით ვის ჩვენი გამომწერები ხართ, რომ ამ არხზე იდება ინფორმაცია, უბრალოდ რა გვაქვს მაღაზიაში თქვენთვის და მეტი სხვას არაფერს არ ემსახურება ეს გადაცემები. ასევე მინდა გითხრათ, რომ აი აქ გვერდზე გამოვა ახლა, არა, აქეთ თუ აქეთ გამოვა. აი აქეთ გამოვა გვერდზე ახლა ის ინფორმაცია, რომ Crocoshop G გვაძლევს საშუალებას 50 ლარიანი ვაუჩერები დაგირიგოთ აი ამ ხალხს, ვინც ამოიკითხავთ თქვენ თავებს აქ. რატო ასე? იმიტომ რომ ყველაზე ბევრი კომენტარი გაქვთ დაწერილი ჩვენს არხზე, ყურადღებით ხართ ჩვენს მიმართ და გულებს გვიხარებთ. აბაჰე, კარგად. და იმოხტოი მაგომახსიაში ბიჭო. სხვათა შორის რა არის ბიჭო, ყველაზე ბევრი შენა გქონდა და კვერნას რა. და მე ვიფიქრე რომ მეთქი ბიჭო ეს ძმაკაცებს რომ მივცე, რაღაცა სხვა ისი არ გამოჩნდეს მეთქი და არ ვიცი რა, როგორ მოვიქცი არ ვიცი. მოკლედ გითხარით რა მეგობრებო, თუ გაქვთ სურვილი რომ ფრედის და ირაკლისას გადავწე ეგ 50 ლარი, ხო, გოგა კვერნაძეს, მითხარით რა. მაგას გავიტევოს რა. შემდეგშიც ხო? შემდეგშიც ხო. ველი თქვენს აქტიურობას. მიხარია თქვენი კომენტარები. 1-2 კაპიკი კეთდება რა. ეს ონლაინ მაღაზიაა, სადაც ყველაფრის შეძენა შეძლებთ.
აქ ფართო არჩევანია: ტექნიკა, სახლი, ეზო, დეკორი, მშენებლობა და რემონტი, სპორტი, მოგზაურობა, სოფლის მეურნეობა, ბავშვთა სამყარო, წიგნები და საკანცელარიო ნივთები. მოკლედ, არჩევანი დიდია. კროკოშოპ ჯიზე გაქვს 50 ლარიანი ვაუჩერი. შედიხარ იქ ყიდულობა 1000 რაღაცეებს რა. მაგრამ ონლაინ მოგიტანენ სახში დაგილაგებთ. ძალიან კომფორტულია, ძალიან მაგარია. ჩვენი მეგობარია კროკობეთში. ასე რომ, მოკლედ, კარგად იყავით მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე. და ისა, მომავალი გადაცემა რა იქნება? მომავალი გადაცემა განსაკუთრებული იქნება. ისევ და ისევ ლეგენდარული და ყველასათვის საყვარელი ბერეტა. ბერეტა, ეგეც ყველაზე ძვირიანი არის? ხო, ერთ-ერთი ძვირიანი მოდელები შემოგვივიდა, მაგრამ ბიუჯეტურების ნახოთ რა მოკლედ. დავტოვოთ ინტრიგად. შემდეგ გადაცემას აუცილებლად აყურეთ. ნახვამდის ხალხმა. პროებით. ჩვენი არხის მხარდამჭერები.